მაშ ასე მეგობრებო, მოდი კიდევ ერთხელ გაგეცნობით და გეტყვით, რომ მე გახლავთ თქვენი მასწავლებელი ნინო ფანცულაია. ალბათ ნახეთ კიდევაც რეკლამაში და ვიდეოდან გეცნობით კიდევაც. შესაძლებელია, რომ ასეც იყოს. გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზეზი გახლავთ ის, რომ მე თქვენ გაგაცნოთ მაქსიმალურად ჩვენი ყველა მიმდინარე პროგრამა, გაგაცნოთ ის ტექნიკები, რა ტექნიკებითაც ჩვენ სწავლობთ, თანამედროვე ტექნიკები იქნება ეს თუ ასე შემდეგ, ხო? მოგვიანებით გაგაცნობთ სათითაოდ ყველა პროგრამას და შევეცდები, რომ გაგიმარტივოთ გადაწყვეტილების მიღება, ხო? კარგით, პირველი დავიწყებ იმით, რომ დღეს ჩვენ აქ ბევრი ვართ შეკრებილნი, სხვადასხვა საფეხურის, ესე ვთქვათ, მოსწავლეები მესწრებით და გეტყვით იმას, რომ მოგვიანებით თქვენი დონის მიხედვით გადანაწილდება, რა თქმა უნდა, ჯგუფებში ეს მოსწავლეები, ანუ თქვენ, ხო? კარგით, პირველ რიგში დავიწყებ იმაზე საუბრით, რომ ჩვენი პროგრამები შემდეგნაირად არის მოწყობილი. ვიწყებთ ხოლმე აუცილებლად ნულის საფეხურიდან და მათ, ვისაც ვთქვათ, ფიქრობთ, რომ ნულის საფეხურიდან არ გაქვთ საჭიროება დაიწყოთ სასაუბრო ინგლისურის სწავლა, თქვენ პირდაპირ პრაქტიკული ჯგუფის, ესე ვთქვათ, კურსში ჩაგსვამთ, ხო? მოდი ვიტყვით ჯერ ნულის საფეხური რას მოიცავს, იმიტომ რომ მინდა რომ კარგად გაიაზროთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ესე ვთქვათ, თუ კი არსად გეჩქარებათ ინგლისურის სწავლა, ბევრია ვისაც ეჩქარება ინგლისური ენის შესწავლა, მათ არ გულისხმობ, ხო? აი დანარჩენებს თუ კი არსად გეჩქარებათ ინგლისური ენის შესწავლა, უნდა გითხრათ, რომ ნულის საფეხურიდან დაწყება სულაც არ არის ცუდი იდეა. თქვათ, თუ პირველი გაკვეთილიდან არ შემოუერთდებით, შესაძლოა, რომ მიმდინარე ჯგუფებში, თქვათ, ერთისთვის მერე გააგრძელოთ კონკრეტული კურსი, ხო? რას მოიცავს ახლა ნულიდან საფეხური და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ ვიჩქაროთ ინგლისური ენის შესწავლა, ხო? ნულიდან საფეხურში აუცილებლად განვიხილავთ გრამატიკულ ნაწილსაც, პლუს სასაუბრო ინგლისურის ელემენტებს და ამას ყველაფერს პროგრამაში თანამედროვე ტექნიკებით და თანამედროვე, ესე ვთქვათ, სავარჯიშოებით ვაკეთებთ ხოლმე. რამოდენიმეჯერ გავუსვიხა ხაზი ამ თანამედროვე ტექნიკებს და მინდა რომ ნელ-ნელა გაგაცნოთ ეს ყველაფერი, ხო? ეხლა შევეცდები რომ გაგიზიაროთ ეკრანი და გაჩვენოთ დაახლოებით რას გულისხმობ, როდესაც ვამბობ თანამედროვე ტექნიკებით, თქო? სასაუბრო ინგლისურის შესწავლას, ხო? ესე იგი, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ნულიდან დაწყებულ, ესე ვთქვათ, კურსს აუცილებლად გრამატიკულ ნაწილში პირველი, რასაც განვიხილავთ ხოლმე, არის წინადადების აგებულება და წინადადების აგებულებასთან ერთად საჭირო ელემენტები და ეს გრამატიკული ტერმინები, რომლებიც მოგვიანებით ძალიან დაგვჭირდება ხოლმე, ხო? ამასთანავე ჩვენ გვექნება მოცემული, ესე ვთქვათ, პირველი საფეხური მაგალითად ობიექტური პირის ნაცვალსახელები როგორ გამოვიყენოთ სწორად, ხო? ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირი შეცდომები მოდის ხოლმე და აი მაგალითად ბევრი ამბობს ხოლმე, John helped I, მაგალითისთვის, ჯონი დამეხმარა მეო, არასწორი ვერსიით, რა თქმა უნდა, John helped აი, არ არის სწორი ვარიანტი და რატომ უშვებთ ამ შეცდომას? ამას თავისი გრამატიკული ახსნა აქვს და აი, პატარ-პატარა ხრიკებით აუცილებლად შევეცდებით, რომ ეს აგიხსნათ და გაკვეთილზევე, ესე ვთქვათ, დავამუშაოთ ხოლმე. ნულიდან დაწყებულ ინგლისურში მინდა იცოდეთ, რომ აუცილებლად შეგხვდებათ ვიდეო დავალებები, რომლებიც არის ამოჭრილი, ესე ვთქვათ, კინომეტრაჟებიდან მოცემული რაღაცა კონკრეტული ვიდეოები, ხო? და ძირითადად როგორც წესი, ესეც დონის მიხედვით, აი მაგალითად ეს კონკრეტული ვიდეო დავალება ეკუთვნის present simple-ს და მისი ძირითადი ფუნქცია გახლავთ ის, რომ თქვენ ვიდეოში მოსმენილი წინადადება რამოდენიმეჯერ მოისმინოთ
და ასტოპოთ და მერე გაიმეორებთ ხოლმე. საინტერესო ის არის, რომ ამ ყველა ვიდეო დავალებას რა თქმა უნდა ექნება თავისი ტექსტური მნიშვნელობები და შესაბამისად თუ კი თქვენ მოსმენით ვერ გაიგებთ, ყოველთვის გექნებათ ტექსტი, რომელსაც თვალს გადაავნებთ და ესე ვთქვათ, იმის მიხედვით გაიმეორებთ მერე ამ წინადადებებს, ხო? მინდა ვთქვა, რომ ნულიდან დაწყებულთათვის ეს ნამდვილად ესე ვთქვათ, აგრესიული შეტევა იქნება სასაუბრო ინგლისურთან, იმიტომ რომ პირდაპირ წინადადებებს ვცდილობთ რომ გავიმეორებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიმეორებთ იმას, რაც არ გვესმის, მისი შინაარსი აუცილებლად უნდა წავიკითხოთ და მერე შევეცადოთ ხოლმე ამის გამეორება. გარდა ამისა, მეგობრებო, ჩვენ აუცილებლად გვექნება კითხვა-პასუხის ვიდეო დავალებები. რას გულისხმობს ახლა კითხვა-პასუხის ვიდეო დავალებები? ნახეთ, მინდა რომ წარმოიდგინოთ, ნულიდან დაწყებული კურსი არის დაახლოებით 3 თვიანი კურსი, ხო? 3 თვის განმავლობაში თქვენ მიიღებთ ჩემს მიერ ჩაწერილ ვიდეო დავალებებს კითხვა-პასუხის სახით, სადაც რომ წარმოიდგინოთ, აი საშუალოდ რა ზოგადი კითხვებიც იქნება, იმაზე უკვე გვექნება ხოლმე სავარაუდო პასუხები. ახლა მინდა წარმოიდგინოთ დაახლოებით რამდენი ვიდეო დავალება შეიძლება იყოს და გეტყვით, რომ თუ კი თქვენ, ესე ვთქვათ, ამ კითხვებზე პასუხი გეცოდინებათ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ნახევარი საქმე ფაქტიურად გაკეთებულია თქვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანი დავალებაა, მოკლედ ერთი სიტყვით. ერთი ვიდეო დავალება მოიაზრებს, რომ ჩვენი პირის აპარატი დავამუშავოთ და მაქსიმალურად შევაჩვიოთ ეს ამ ინგლისური ბგერების მოსმენას და მერე გამეორებას და მეორე ვიდეო დავალება არის იმისთვის, რომ ზოგად საკაცობრიო კითხვებზე პასუხის გაცემა შეგვეძლოს, ხო? ეხლა მინდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ გარდა ამ ორი ვიდეო დავალებისა, ჩვენ გაკვეთილზე, როგორც ყოველთვის, განვიხილავთ ხოლმე სიტუაციურ დიალოგებს, ხო? სიტუაციურ დიალოგებს და არ შეგეშინდეთ ახლა ნულიდან ვინც იწყებთ, რა თქმა უნდა, გვექნება მარტივიდან რთულისკენ და როგორც ყოველთვის, ნელ-ნელა რთულდება, ხო, ეს ყველაფერი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მორგებული იყოს თქვენთვის და გარდა ამ ვიდეო დავალებებისა, თქვენ მიიღებთ ხოლმე აი იმ გრამატიკულ მასალაზე ძალიან ბევრ სახალისო, ესე ვთქვათ, დავალებებს. აი ხა უბრალოდ რომ შეგახედოთ, ხო? შევიდეთ ერთ-ერთ ჯგუფში მაინც, მოდით აი 44 ჯგუფში შევიდეთ და განახებთ, როგორ არის ხოლმე ეს ჩვენი გაკვეთილის ჩანაწერები ატვირთული, აი აგერ ბატონო მე-19 გაკვეთილია ატვირთული მაგალითისთვის და აი ის დავალებები, რომელსაც მოგცემთ ხოლმე, ესე ვთქვათ, ვიდეოს სახით, ტესტურის სახით, ხო? ნახეთ, ლინკების სახით არის მოცემული. საკმაოდ სახალისოა რა, მეგობრებო. თუ კი ესე ვთქვათ, პატარა აზრით მაინც გაქვთ, აი ეს ელექტრონულად გახსნით ხოლმე ტესტებს, აი ეს კონკრეტული ტესტი გახლავთ მაგალითისთვის იმისთვის, რომ ესე იგი თქვენ წინადადების წყობა წარსულ დროში სწორად დაალაგოთ ხოლმე. და ისე გადაანაცვლებთ და ძალიან მარტივად გააკეთებთ წინადადებებს, ხო? ეს რაც შეეხება ტესტურ დავალებებს, რომელზეც გითხარით, რომ ძალიან სახალისოა და როგორც წესი ძალიან ბევრს მოსწონს ხოლმე რა. როგორც წესი ბევრ მოსწავლეს მოსწონს ეს ელექტრონული ტესტები და ხშირად აკეთებენ ხოლმე. მოკლედ, გარდა ამ ტესტური დავალებებისა, ნულიდან დაწყებულთათვის არის ხოლმე სპიკინგის ნაწილიც, ეს უკვე მე-19 გაკვეთილისაა და არ შეგეშინდეთ თავიდანვე სპიკინგით არ დავიწყებთ, თუმცა უბრალოდ მინდა განახოთ, რამდენად სახალისოა მსგავსად გაკეთებული ტესტები, ხო? და როგორც წესი დავატრიალებთ ხოლმე და უკვე საუბრის პროცესში ვცდილობთ ხოლმე, რომ შევადგინოთ უარყოფითი წინადადება, კითხვითი თუ თხრობითი წინადადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ სწორად შეგვეძლოს ინგლისურად საუბარი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ამ კონკრეტულ თემაზე, შევაჯამებ და გეტყვით, რომ
ყველა პროგრამაში, აბსოლუტურად ყველა პროგრამაში არ აქვს მნიშვნელობა ეს ნულიდან დაწყებული იქნება, პრაქტიკული ჯგუფი იქნება, თუ ვთქვათ, B1, B2 ჯგუფი იქნება, ან B2-ს პლუს ზემოთ ჯგუფები იქნება. მინდა იცოდეთ, რომ თანამედროვე ტექნიკებით დავალებების შესრულება თქვენთვის სახალისო იქნება და აი ის რომ ცოტა მცირედი თქვენი შრომა ჩადოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისურის სწორად განვითარებისთვის და ინგლისურის სწრაფად შესწავლისთვის. ხო, იმიტომ რომ რეალურად 3 თვე არის საკმაოდ პატარა დრო და თუ კი თქვენ ცოტა შრომას არ ჩადებთ, აი დღეში 15 წუთი რომ დაუთმოთ ინგლისურს, ჩვენს მიერ მოცემული დავალებებით, აი ვთქვა დღეს გავაკეთეთ ვიდეო დავალება, გამეორება ვცადეთ რაღაცა წინადადებების, ხვალ გავაკეთეთ ტესტური დავალება, განვამტკიცეთ გაკვეთილზე ახსნილი გრამატიკული მასალა, რომელსაც აქვე სავარჯიშოებით აუცილებლად განვიხილავთ რა. მომზადებული იქნება უამრავი პრეზენტაცია, უბრალოდ მინდა რომ გაჩვენოთ რამდენი საყვარელი პრეზენტაციები გვაქვს. ჩვენ მოდი ამას ჩავკეცავ იმისთვის რომ ინგლისურზე ვივარჯიშოთ, ხო? უამრავი საყვარელი პრეზენტაციებია და აქვე ძალიან ხალისით გავაკეთებთ ხოლმე ამ ყველაფერს. აი დააკვირდით, ნახეთ. და ეს ყველა პრეზენტაცია მომზადებულია ყველა ნულიდან დაწყებული პროგრამის კურსისთვისაც, B1, B2 კურსისთვისაც, ცალკე რა თქმა უნდა, აი მაგალითად B1, B2 კურსისთვის არის ცალკე მოცემული სპიკინგის სავარჯიშოები, დაახლოებით რო წარმოიდგინოთ, ხო? და ამას აქვე ვარჯიშობთ ხოლმე, რა თქმა უნდა სპიკინგისთვის, რა თქმა უნდა საუბრისთვის, ხო? სპიკინგი, ანუ საუბრისთვის. აქვე ვცდილობთ რაღაცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას და ეს ყველა პრეზენტაცია იმისთვის არის მომზადებული, მეგობრებო, რომ თქვენ რაღაცნაირად აი ხალისით ისწავლოთ ინგლისური. ნუ ყოველ შემთხვევისთვის მე პირობას ვდებ, რომ თქვენთვის ესე ვთქვათ ინგლისურის გაკვეთილი აუცილებლად სახალისო იქნება და პირობას ვდებ, რომ ყოველთვის დიდი მოლოდინით შევხვდებით ხოლმე გაკვეთილს. მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ მე мотивაციას არ მოგაკლებთ მთელი კურსის განმავლობაში, თქვენგან პატარა მცირედი ესე ვთქვათ მუშაობა და შრომის ჩადება აუცილებლად დამჭირდება და ისე რომ სრულად დავალებების გარეშე იყოს კურსის მსვლელობა, ასე არ გამოვა. მაგრამ გვირდებით, რომ 3 თვე ძალიან უცბად გაირბეს, აი ძალიან უცბად გაირბეს და სამაგიეროდ გვექნება უმაგრესი შედეგები და ვფიქრობ, რომ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ, ხო? კარგი, მოდი ახლა გესაუბროთ იმაზე, რომ გარდა ესე ვთქვათ ვიდეო დავალებებისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გეტყვით, რომ ესე ვთქვათ ნახევარი საქმე გაკეთებულია მომბით, გარდა იმ სიტუაციური დიალოგებისა, გარდა იმ კითხვა-პასუხის ვიდეო დავალებებისა, თუ ვთქვათ იმ კინომეტრაჟებიდან ამოღებული პატარა ვიდეოებისა, რომელიც ფუნქცია რა თქმა უნდა არის ძირითადად გამეორება, არ არის აუცილებელი რომ რაღაცაები დავიზეპიროთ, სულაც არა. უბრალოდ პირველი ვიდეოს ფუნქციისთვის ვიმეორებთ წინადადებებს, მას შემდეგ რაც ტექსტს გადავხედავთ, ხო, ყოველთვის გექნებათ ხოლმე ვიდეო დავალებებისთვის ტექსტი. გარდა ამ ყველაფრისა, მინდა გითხრათ, რომ ინგლისური ენა, ნუ სასაუბრო ინგლისური, ხო? Spoken English, ესე ვთქვათ, არა? სასაუბრო ინგლისური აგებულია ფრაზეოლოგიურ ზმნებზე, აგებულია აუცილებლად იდიომებზე და ეხლა ეს რას ნიშნავს რომ გითხრათ, ხო? ფაქტიურად აი დამიჯერეთ, შესაძლოა საუბრობდეთ ინგლისურად, ანუ ერთ აორ დონეზე, მაგრამ ძალიან ბევრი იდიომები და ფრაზეოლოგიური ზნები იყოს, რომელიც უბრალოდ არ გესმით. ინგლისურში აი ამ იდიომებს და ანუ ამ წინადადებებს, რომლებიც სიტყვით სხვა რაღაცას ნიშნავს, აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობით იყენებენ ხოლმე.
აი ჩვენს გვაქვს იცით იდიომები ქართულში, აი სემიჩკის ჭამასავით იყო რო ვიძახით რაღაცაზე, როცა ძალიან მარტივია, ხო ესე ვამბობთ არა? აი გაჭრილი ვაშლივით გავს მამამის ხოვით ან დედამის ხოვით ახით ხოლმე არა? ესენი არის იდიომები და შესაბამისად მათი ცოდა აუცილებელია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შეგვხვდება. ინას ყურების დროს native speaker-თან, ხო, ანუ მშობლიურ ენაზე მოსაუბრესთან. ამიტომ მე გპირდებით, რომ ყველა დონეზე, ნულიდან დაწყებული იქნება, პრაქტიკული იქნება, თუ B1, B2 დონის, ესე ვთქვათ, სასწავლო კურსი იქნება, ყველა დონეზე ჩვენ გვექნება იდიომები. აი ზუსტად ესეთი იდიომები, მეგობრებო, მაგალითისთვის მოცემული გვაქვს პირველი, სემიჩკის ჭამა ვახსენეთ და იქ ამბობენ ნამცხვრის ნაჭრის ჭამასავით არისო რა. So it's a piece of cake, ესე ვამბობთ ხოლმე, როცა გვინდა ვთქვათ რაღაცაზე ძალიან მარტივიაო, ხო? ასევე ფრაზეოლოგიური ზმნები ვახსენე, რომელიც აუცილებლად ყველა კურსზე იქნება. ოღონდ დონეების მიხედვით რა, მიხვდით მეგობრებო, დონეების მიხედვით ვისწავლეთ ამ ფრაზეოლოგიურ ზმნებსაც, იდიომებსაც, თუ ასე შემდეგ. კარგით. ეხლა ვიცი რომ რაც დავიწყე არ გავჩუმებულვარ, მაგრამ თუკი ნულიდან დაწყებულ კურსზე რაიმე კითხვები გაგაჩნიათ, მინდა რომ ჩათი მოიმარჯვეთ და პარალელურად კითხვები დამიწეროთ, ხო? მე რომ კითხვებზე გიპასუხოთ, მანამდე კი მოდით ეხლა გაგაცნობთ პროგრამას მათ, ვინც ნულიდან არიწყებთ. ან უბრალოდ A2 დონის მარტო პრაქტიკულ ჯგუფში გინდათ მოხვდეთ, ხო? პრაქტიკული ჯგუფი მოიაზრებს გრამატიკის გარეშე პირდაპირ, ასე ვთქვათ, სპიკინგზე მუშაობას. ანუ ნახეთ, თქვენ შეგხვდებათ წაკითხული ტექსტის გააზრება. აუცილებლად შეგხვდებათ listening-ი გაკვეთილი სვლობის დროს. მოდი ახლა გაჩვენებთ დაახლოებით რას გულისხმობ. მოცემული იქნება, ესე ვთქვათ, პატარა მოსასმენი სავარჯიშოები, როგორც ახლა აქ ხედავთ. ჩვენ გაკვეთილის სვლობის დროს მოვისმენთ აუცილებლად ამ მოსასმენ საშინაო დავალებას, ამას გულისხმობ პრაქტიკულ ჯგუფთან. ნულიდან დაწყებულთათვის არა, აუცილებლად ვიაზრებთ, იმიტომ რომ თქვენთვის უკვე ნაცნობი თემა უნდა იყოს აქ ყველაფერი, მაგალითად ეს კონკრეტული თემა არის შოპინგზე მოცემული და შოპინგის ირგვლივ მოვისმენთ მოსმენით დავალებას. სამი მოსმენის შემდეგ ჩვენ შევეცდებით, რომ მოკლე შინაარსი გადმოვცეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა აუცილებლად იქნება როლური თამაშები. მაგალითად, აი ამ კონკრეტულ ტექსტს გააჩნია მყიდველი და გამყიდველი, ხო? და გავითამაშებთ ხოლმე აუცილებლად ამ ნაწილსაც. წაკითხulis გააზრებაზე გესაუბრეთ და გეტყვით, რომ ანუ წაკითხulis გააზრებისთვის აქვე მოვინიშნებთ ხოლმე ჩვენთვის უცხო სიტყვებს, ხო? აი მაგალითისთვის ეს კონკრეტული წაკითხulis გააზრება გახლავთ about 3 popular inventions for the 1920s, ხო? ამბობს სამი პოპულარული გამოგონების შესახებ 1920 წლებისა, ხო? და აი ამ კონკრეტული წაკითხulis გააზრებით შევეცდებით ხოლმე გავაკეთოთ დისკუსია, discussion, ესევე წახით და გავცეთ კითხვებზე პასუხი, სწორია, მართებულია თუ არ არის მართებული. ანუ როგორც ხვდებით, პრაქტიკული ჯგუფი მოიაზრებს მხოლოდ და მხოლოდ, ესე ვთქვათ, გაკვეთილზე მიმდინარე პრაქტიკას, ვარჯიშს და მოიცადეთ ერთ-ერთი ვეღარ ხედავთ. ვარჯიშს და შესაბამისად ხშირად შევხვდებით freestyles, აი ეს small talk რო ეძახიან, ხო? რა თქმა უნდა, თავიდან გაგიმარტივებთ საქმეს და შევეცდებით, რომ თქვათ, რაღაცა სურათის აღწერილობით დავიწყოთ საუბარი. მერე მოგვიანებით შევეცდებით, რომ რაღაცა კონკრეტულ თემის ირგვლივ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. აი მაგალითისთვის ესეთი ამბავი რო იყოს, ნახეთ, if you had to stay on a desert island, what would you take? What would be the most important thing that you would take, ხო? აი თუ მაგალითისთვის მოგიწიათ დარჩენა კუნძულზე, უდაბნოს კუნძულზე, რას წაიღებთ პირველი და ჩამოწერილი იქნება სხვადასხვა ვარიანტები და აი ამის ირგვლივ აუცილებლად გვექნება დისკუსიები
ინგლისურად, რა თქმა უნდა. ეხლა აქაც ნუ შეგეშინდებათ, თუ პრაქტიკულ ჯგუფში ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ, ყოველთვის შეიძლება რომ გადახვიდეთ ერთი საფეხურით წინა ჯგუფში, სადაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, მათ, ვისაც არ გეჩქარებათ ინგლისურის სწავლა, მთელი გულით გირჩევთ, რომ აი ამ ჯგუფიდან დაიწყოთ, ჩვენ რას განვიხილავთ ახლა ნულოვან ჯგუფში დაახლოებით რომ იცოდეთ, ხო? ნულიდან დაწყებულ ჯგუფში განვიხილავთ. დროებიდან, ესე ვთქვათ, აწმყო დროს, განგრძობით დროს, წარსულ დროს, მომავლის ფორმებს. მხოლოდ will კი არ იქნება იქ, არამედ მომავლის 4-ვე ფორმა იქნება, რომელსაც განვიხილავთ, ხო? perfect-ებს განვიხილავთ აწმყო სრულ დროს. შესაბამისად, ეხლა აი აქედან რაც ჩამოვთვალე, აქედან რომელიმეში მაინც თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ესე ვთქვათ, კარგად იცით, მაშინ არსად არ გეჩქარებათ და დავიწყოთ ნულიდან. აუცილებლად პირობას ვდებ, ჩემი გაკვეთილიდან ყოველთვის წაიღებთ ძალიან მაგარ ხრიკებს, პირობას ვდებ, რაც არ უნდა ბევრი იცოდეთ, მაინც ისწავლეთ რაღაც ახალს, პირობას ვდებ. შესაბამისად, კარგად მიიღეთ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. იმ ნულოვან ჯგუფიდან დაიწყებთ თუ პრაქტიკულში შემოუერთდებით, იმიტომ რომ აი იქ ნულოვანი ჯგუფი ერთი თვის მერე უკვე საკმაოდ რთულდება, ისედაც რთულდება ვფიქრობ რა. და ასე შემდეგ. პრაქტიკული ჯგუფი რომელ დონეს გადისო, აი მე ძალიან დიდი მადლობა კითხვებისთვის, გეტყვით ახავე. მეგობრებო, ესე იგი ჩვენ პრაქტიკული ჯგუფი გვაქვს ორი. ერთი A2 დონის მხოლოდ პრაქტიკული ჯგუფი, მერე B1, B2 ვინც გაივლის მათთვის მხოლოდ B2-ის პრაქტიკული ჯგუფი, ხო? რა თქმა უნდა, მეგობრებო, ლექსიკონი კი არა მხოლოდ შეხედეთ ყველა დავალებას აუცილებლად კიდევ ერთხელ გაჩვენებთ რა. ყველა დავალებას აუცილებლად მისი ტექსტი მოყვება ხოლმე, ის კი არა ქართულად როგორი იკითხება ეს ყველაფერი. აი hello my name is Chris რო აწერია, აი ქართულად უწერია ქართული ასოებით, როგორ წაიკითხოთ ეს ამბავი. ან მისი შინაარსი გამარჯობა, ჩემი სახელი არის კრისი ამბობს, ხო? ანალოგიურად აი ეს ვიდეო დავალებები, რომელიც გამეორების ფუნქციით გვაქვს, ხო? აი ამას აუცილებლად მოყვება თავისი ტექსტი, ხო? აი აუცილებლად მოყვება ხოლმე. და ნებისმიერ რამეს ნახეთ ნებისმიერ რამეს, რაც არ უნდა განვიხილოთ, ხო? ყველაფერს თავისი თარგმანი გააჩნია, ასე ვთქვათ, ხო? კარგი, და თუ კიდევ რამეს ვერ გაიგებთ გაკვეთილის სრულობის დროს, კი, როგორ არ არის? არის პრაქტიკულები გვაქვს ცალკე. კი, როგორ არა, ნიკოლოს არის. აერთი A2 დონის შახურას სჭირდება 3 თვე და 3 თვის მერე შეგიძლიათ გააგრძელოთ მხოლოდ პრაქტიკულ ჯგუფში. მხოლოდ პრაქტიკულს რო დაამთავრებთ, მერე შეგიძლიათ გადახვიდეთ B1, B2 დონეზე. მერე B1 დონის მხოლოდ პრაქტიკულ ჯგუფში. კი, როგორ არა. მეგობრებო, კიდევ ვიცით რა არის ყველაზე მაგარი? რომ ჩათვალეთ, რომ ერთი ოჯახის წევრები ვართ. თუ კი რამეს ვერ გაიგებთ, ნინომას ობელ Facebook-ზე დაამატეთ აუცილებლად. სულ ყავდეთ Facebook-ზე დამატებული, მომწერეთ. ყოველთვის შეიძლება რომ თქვათ, თუ ფიქრობთ, რომ აი A2-ის პრაქტიკულ ჯგუფში რაღაც გიჭირთ, ხო? დაგაბრუნოთ ერთი საფეხურის უკან. გაკვეთილები ირმა დონეების მიხედვით იქნება სხვადასხვა დღეებში. მიხვდით, ამიტომ თქვენი პირველი მოვალეობა, რასაც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ესე ვთქვათ გაძლევთ, არის ის, რომ მიწერეთ save-ups დაახლოებით რომელ ჯგუფში გინდათ, ნულიდან გინდათ, A2-ის პრაქტიკული გინდათ, ერთი B2 დონის გრამატიკული და პლუს პრაქტიკული გინდათ, თუ რომელი გინდათ და ისინი უკვე არსებულ ცხილს მოგწერეთ იმის მიხედვით. გამიჭირდება ძალიან, რომ გითხრათ თქვენ კონკრეტულად რომელ დღეებში იქნებით. იმიტომ რომ სხვადასხვა ჯგუფია, მიხვდით? სხვადასხვა ჯგუფებია და სხვადასხვა დონეების მიხედვით იქნება ამ ჯგუფებში ეს დღეებიც და გრაფიკიც და ცხრილიც. დონებს მე არ განსაზღვრავ, გულისა, არა.
თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ესე ვთქვათ, გჭირდებათ ნულიდან დაწყება, იწყებთ სამთვიანი კურსით, თუ ფიქრობთ, რომ რაღაცა დონეზე გაგაჩნიათ, ესე ვთქვათ, ცოდნა, მაგრამ გეტყვით რა კიდევ ერთხელ ესეთ რაღაცას, რომ ყავს მოსწავლებელი, რომლებიც ნულიდან შემომიერთონ, შეიძლება 5000-ზე მეტი სიტყვა იცოდნენ, ანუ ძალიან ბევრი სიტყვა იცოდნენ, მაგრამ წინადადებების აგება უჭირდათ, ხო? შესაბამისად, ნულიდან დაიწყეს და გპირდებით, რომ აი ნულიდან დაწყებულსაც კი არ არსებობს, რომ ჩემი ხრიკებით რაღაცა ახალი არ გაიგოთ და არ გაგიმარტივდეთ მერე რაღაცების საწყობა. წიგნით არ გადიხართ, ყველაფერი თანამედროვე ტექნიკებით ხდება, მეგობრებო, ან ვიდეობით, ან ტესტებით, ან გრამატიკული მასალა, რომელიც ჩემს მიერ აწყობილია და გამოგიგზავნით, აუცილებლად აიტვირთება ხოლმე. აი, დროებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მიწეროთ save up, სადაც დარეგისტრირდით. გულისა, თუ ფიქრობთ, რა ორი დონე ხართ, პირდაპირ პრაქტიკულში შემოდით. პირდაპირ პრაქტიკულში თუ გაგიჭირდეთ, მე გადმოგსვამთ ერთი საფეხურის უკან. რა პრობლემაა? არანაირი პრობლემა. save up-ს უნდა მიწეროთ, მეგობრებო, ეხლა გაგიზიარებთ ეკრანს და გაჩვენებთ თქვენს, ესე ვთქვათ, გვერდს, სადაც უნდა დაუკავშირდეთ ამ დონეების მიხედვით რეგისტრაციის შესახებ, ხო? აი ნახეთ, ეს გახლავთ გვერდი, სადაც თქვენ რეალურად გაიარეთ რეგისტრაცია, მაგრამ მაინც გაჩვენებთ რა და კიდევ ერთხელ შეხედეთ, save up-ის გვერდზე შედიხართ, მესიჯი მიწერეთ. პირდაპირ უთხარით, აი ამ კონკრეტულ ჯგუფში მინდა მოხვედროთ, ხო? აუცილებელია დონე დაუსახელოთ. თუ დღეებთან დაკავშირებით თქვენ მეუბნებით, რომ აი რაღაცა კონკრეტული დღეები გჭირდებათ, დღეებთან დაკავშირებით მიწერთ, შესაძლებელი თუ იქნება, აუცილებლად ჩაგსვამენ. თუ არა და ანუ ნახეთ როგორი რაღაცაა დღეს რო დავასრულებთ შეხვედრას აი 12-ში იწყებენ 12-ში იწყებენ ამ ჯგუფს და თუ სხვადასხვა დონეების მიხედვით და თუ თქვათ ვერ მოასწარით რეგისტრაცია მერე უკვე მაისისკენ მოგიწევთ რეგისტრაციის გავლაც და ამისად აი მიწერეთ როგორც კი დავასრულებთ save up-ს რომ დაგეხმაროთ ესე ვთქვათ რეგისტრაციაზე და ასე შემდეგ. გაკვეთილზე მე ვიქნები ჩართული როგორც თქვენი პედაგოგი, მაგრამ როგორ მიმდინარეობს ხა გაკვეთილის პროცესი? აი როგორც ახლა აქ ხედავთ, ჩატს ვიყენებთ ხოლმე. მე როგორც წესი, აი ეს პრეზენტაციები რო ვახსენე, წერან ხო? აი ეს პრეზენტაციები რო ვახსენე, ზუსტად აი ამ პრეზენტაციების დახმარებით ვაკეთებთ ხოლმე სავარჯიშოებს. მოდი ახლა მაგალითად გავხსნათ ერთი პრეზენტაცია და გავაკეთოთ იმ სიტყვებზე, რომლებიც ყველას გეშლებათ, tell და say, ხო? ერთი წუთით. ეხლავე გაგიხსნით. როგორც წესი პრეზენტაციები წინასწარ მაქვს ხოლმე გახსნილი თქვენთვის და აი ასე გამზადებულზე გწერთ ხოლმე Zoom-ის links. ხო, გაკვეთილები ჩატარდება ხოლმე Zoom-ში, მაგრამ რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაკეთდება Facebook chat-ი და აი იმის მიხედვით, ესე ვთქვათ, თქვენ შემოუერთდებით Zoom-ის links ხოლმე. აი მაგალითისთვის ეხლა რო ავიღოთ, ხო? რომელი იქნებოდა story აქედან tell to say რომ ჩავსვათ წინდადებაში on tell me everything to say me everything. აი ამაზე ამ სავარჯიშოზე ხო, ნახეთ მეგობრებო, ამ სავარჯიშოზე მაგალითისთვის, ხო, ახლა ჩვენ გავაკეთებდით პასუხს, ჩატში მოწერით და მე აქ წავიკითხავდით თქვენ რომელი მომწერეთ tell to say. მე ვისაც შეცდომით ექნება აუცილებლად ჩაგათვლევინებთ ხმას და აგიხსნით ხელახლა, ესე ვთქვათ. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ხმის ჩართვითაც ვაკეთებთ ხოლმე ამ ყველაფერს. ზოგადად ნებისმიერ დავალებას, ვიდეო დავალება იქნება თუ რა იქნება, სანამ მოგცემთ, მანამდე ამას გაკვეთილზე განვიხილავთ ხოლმე. ხო და აი წარმოთქმას რაც შეეხება pronunciations აქვე გავარჯიშებთ. ოღონდ ნახეთ როგორ ხელისაწევის რეჟიმით. ხელს აიწევთ და თქვათ ჯერ ირმოშუბით იცეს ჩავართვევინებ ხმას. მერე ნესტან ჯიმში თაშვილს, ისე შემდეგ და ასე შემდეგ. მიხვდით?
ხმოვანი ჩართვაც გვექნება აუცილებლად ჩატში სავარაუდო პასუხებს მეტყვით ხოლმე სავარჯიშოების თქვენთვითონ და აი ესე მიმდინარეობს გაკვეთილის პროცესი. პრაქტიკულ ჯგუფში კი პირიქით როგორც წესი უფრო სპიკინგზეა ხოლმე აქცენტი და აი უფრო ხმას ვრთავთ ხოლმე. ჩართული არ მაქვს გაკვეთილი, ეგრევე ხელისაწევა იწყება ხოლმე იმისთვის, რომ ჩამერთოთ კონკრეტულ აქტივობებში სპიკინგისთვის, ხო? კარგი. აი მოდი ახლა ხელი ავიწიოთ მეგობრებო და მაინტერესებს ახლა კითხვები ხო არა გაქვთ ჩვენი კურსების ირგვლივ, იმიტომ რომ შესაძლოა ბევრი რამე არ მეც გამომრჩა ახლა მოყოლის დროს ან თქმის დროს, ნახთან ჩამირთეთ ხმა, მხოლოდ ისინი მირთავენ ხმას, ვინც თქვათ ხელი აიწია, ხო? ნახთან ჩამირთეთ ხმა. ისმეთ გამარჯობათ. გამარჯობა. რაიმე კითხვა ხო არა გაქვთ? მე ანუ ჩემი პრობლემაა დღეები. ადრეც ნახთან ხო, შაბათი მითხრეს, მაგრამ ანუ მუშაობ და დღეებთან თუ ჩავჯდები, ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა ის. ნესტან, თუ ვარი გითხრეს იმ დღებზე, რომელიც თქვენ უთხარით და ვერ მოვახერხებთ ესე გითხრეს, ესე იგი, სულ ცოტა ხანი დაელოდოთ უნდა მაისამდე. ანუ მოგიწევთ, რომ ცოტა გადადოთ, იმიტომ რომ ისე სწრაფად მიმდინარეობს ხოლმე რეგისტრაცია, მეგობრებო, სწრაფადვე იხურება ხოლმე კურსისთვის ეს სარეგისტრაციო ფორმები. შესაბამისად, ცოტა უნდა დაგველოდო ნესტან. აი ეს ამბავია. ჩამირთე კიდევ ხმა. ადრეც მაქვს მოწერილი და მაშინაც ესე მითხარდა, ეხლა რომ დაიდო, ისევ მოგწერეთ და ისევ დღეებში გავიჭედეთ. წინაზეც ესე მოგწერეთ. ისევ დღეებში გავიჭედეთ. ამჯერად მაშინ მეც მოვინიშნა, უბრალოდ კონკრეტული დღეები. ნესტან დავამატეთ Facebook-ზე, მეგობრებო, დავამატეთ აუცილებლად Facebook-ზე. ეხლა გაჩვენებთ ჩემს პროფაილს. ნახეთ. ეს არის ჩემი პროფაილი, ნინო ფანცულაია გახლავართ მე. დავამატეთ Facebook-ზე და აი ესეთ საკითხებზე მეც შევეცდები რომ მოვინიშნო ხოლმე რაღაცეები. შეთანხმდით? კიდევ მაინტერესებს კითხვები ხო არ გაქვთ? აბა ხელი აიწიეთ. ხო. გამარჯობათ. ვერ გესწრებ ეს თან გვიან შემოვედი და შეიძლება უკვე ამ თემაზე ვისაუბროთ. ანუ ფორმატი როგორი იქნება? და ასე კითხვა-პასუხი ეს რეჟიმში მოგვიწევს თუ ვიდეოებს უნდა ვუყუროთ თუ არა, ნახეთ როგორ არის გაჩნია რომელ კურსზე რეგისტრირდებით. დავით, თუ 0-დან იწყებთ, 0-დან დაწყებულ პროგრამაში ჩვენ გრამატიკული მასალა უნდა ვუგაცნობით B1-დან. A2 B1. B1 პრაქტიკული ჯგუფი გინდათ, ხო, მარტო? კი. პრაქტიკულ ჯგუფში ძირითადად სულ ხელისაწევით, მოსასმენებით მოვისმენთ ხოლმე რაღაცა კონკრეტულ დიალოგებს, მე ამასთან დაკავშირებით თქვენ მოკლედ შინაარსით უნდა გადმოვცეთ, რა მოისმინეთ, რა გაიგეთ. მე გვაქვს ხოლმე დებატები, თქვათ, როლური გაცვლითი თამაშების მიხედვით. სულ სპიკინგია, დავით. სულ ერთადერთი შეიძლება წაკითხulis გააზრება, სულ ხმის ჩართვით არის ერთი სიტყვით რა. ჩატს აქ ავიყენებ. კი. აუცილებლად. აუცილებლად მოგვიწევს. კვირაში რამდენი დღე, რამდენი კვირაში ორჯერ ტარდება ხოლმე. თითო საათი ალბათ. საათნახევარი. ძალიან კარგი და საღამოობით? ხო, აი გრაფიკთან დაკავშირებით გითხარით რა მეგობრებო, ეხლა თქვენ მესწრებით 0-დან ვისაც უნდა დაწყება ესეთი ადამიანებიც, B1 აგერ ბატონო თქვენ ბრძანდებით, მხოლოდ პრაქტიკული ჯგუფი რო ვისაც უნდა ისინიც მესწრებით. შესაბამისად, აი ეს ჯგუფები ხო უნდა გადანაწილდეს. ამიტომ save-ups მიწერეთ და რომელ ჯგუფშიც მოგიწევთ ჩაჯდომა ესე ვთქვათ. აი იმათ გრაფიკს და ცხრილს მოგწერენ მერე. 8 საათია პრაქტიკული ჯგუფი რომ მივწერე საღამოს. მიერი. ხო, ეხლა ერთმანეთს რო არ აუდაურიოთ რაღაცეები და არ დავიმახსოვროთ არასწორად, მაინც ჯობია რომ კონტაქტი პირდაპირ რეგისტრატორთან იქონიათ ამ საკითხთან დაკავშირებით რა, კონკრეტულად გრაფიკზე, ცხრილზე და ასე შემდეგ და რეგისტრაციაზეც. აი, იმიტომ რომ მაგალითად ადმინისტრაციულ საკითხებს აგვარებენ აი ეს კომპანია წერანაც განახეთ, ხო, Save-up-ის კომპანია და ყველაფერზე აბსოლუტურად დაგაკვალიანებენ, ასე მგონია რა. პრობლემის გარეშე თუ არა და მეც მომწერთ არ არის პრობლემა. ეს არის Save-up-ის გვერდი და აქ უნდა მიწეროთ ხოლმე. კიდევ ხომ სამსადნოებს ვაძლევთ ხოლმე?
აი პრაქტიკულ ჯგუფს ძირითადად არ ვაძლევ ხოლმე, ძირითადად შეიძლება იყოს აი კონკრეტული მოსასმენიდან ახალი სიტყვები, რასაც ამოვიღებთ, იმიტომ რომ ბიერ დონეზე შესაძლოა დაგვრჩირდეს ახალი ლექსიკის სწავლა, ხომ ასე არა? იმ წაკითხვის გააზრებას გავაკეთებთ თუ მოსასმენს გავაკეთებთ, ძირითადად აი ეს ამ სიტყვებზეა ხოლმე და ერთადერთი რასაც ვაკეთებ ხოლმე, აქვე გაკვეთილზე, რასაც განვიხილავთ, წერილობით გაძლევთ დავალებას. უფრო ვრცლად, იმიტომ რომ სპიკინგის დროს რა გვემართება დავით, იცი? აი რომ ნერვიულობ და პაუზები გვაქვს ხოლმე, შეიძლება იმდენი რავი არ მითხრა. როგორც წერით შესაბამისად, ვცდილობ ხოლმე გავარკვიო ეს უბრალოდ ამ ნერვიულობის ფონზე ვერ შეძელი თუ წერილობით შეძელი, ესე იგი გამოდის რომ ბევრად უფრო მეტი იცი, ხო? ამიტომ აი ეს ყველაფერი დაიწყო როგორც ეივაფზე, ხო? ხო. ეს ჩვენ საუბრობთ 35 ლარიან კურსზე? არ ვიცი, მე როგორც ვიცი, 0-დან ვინც იწყებთ, იმათვის არის 35 ლარი სააქციო ფასი, პრაქტიკული ჯგუფების, არ შემეშალს, მგონი 50 ლარია. დავით, პირდაპირ იმათ მიწერეთ რა. დიახ, ეგრეა 35 მადლობა ლარი. ნიკოლოზ. 50 ლარია პრაქტიკული. მადლობა. კარგი, მოკლედ გადავალ ეივაფზე. კი ბატონო. არა, გაქვთ, არ გაინტერესებთ რამე კიდევ? მე მაქვს შეკითხვა, რამდენი მოსწავლე არის ჯგუფში? აი ესეც არ ვიცი. აი ამ კონკრეტულ ნაწილში მიდიხართ ადმინისტრაციასთან, მე ზოგადად არ ვიცი ხოლმე. ჯგუფებს მე ხო არ ვადგენ. აი ეს იცით რა ვქნათ? ხმებს გავთიშავ და მხოლოდ აი ბოლოს რომ მითხრა კითხვა მაქვს, იმან ჩამირთოს მგონი გვეწერა. ჩვენ ხმა შემოდიოდა ცუდად. დიახ. ანუ ვილაპარაკო, ხო? კი. ეხლა მე პირველად ვარ საცდელ გაკვეთილზე და მაინტერესებს რას გულისხმობს პრაქტიკული კურსი და თეორიული კურსი. და ამას ჩვენ ვარჩევთ? ხო, თქვენ უნდა შეარჩეთ. ნახეთ, თქვენ ახლა 0-დან ალბათ არ გინდათ დაწყება. არა, აუდონია და რაღაც პრაქტიკაც მაქვს საუბრის. ანუ ახლა პრაქტიკულად ვსაუბრობ, მაგრამ მაინც თქვენ უნდა ჩაერთოთ A2 დონის პრაქტიკულ ჯგუფში. A2 დონის პრაქტიკულ ჯგუფში. თუ კი A2 დონის პრაქტიკულ ჯგუფში გაგიჭირდებათ, მაშინ ერთი საფეხურით ქვემოთ ჩამოვალთ და სხვა ჯგუფში გადაგსვამთ. არა, გაჭირებთ არ გამჭირდება, მაგრამ იცით კიდე რა მაინტერესებს, ანუ როგორც ჩანს უფრო ბევრი ადამიანი ვიქნებით და ანუ ჩვენ მოვახერხებთ ესე ვთქვათ გაკვეთილთან დაკავშირებით საუბრებს ერთმანეთში. ეხლა მეცხრებით სხვადასხვა ადამიანი, რომელიც უბრალოდ პროგრამის იგივე დარეგისტრირდით, გაინტერესებდეთ პროგრამა. ჯგუფები მე სხვადასხვანაირად გადანაწილდება რაოდენობას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ვისაუბროთ იმ გაკვეთილზე, ხო, რაღაცა იქ პრაქტიკულ ჯგუფში ხდება მხოლოდ და მხოლოდ საუბარი. ამიტომ გაგიჭირდებათ მეთქი ლაპარაკობთ. ხო, საუბრობთ, როგორც უკვე გითხარით, გვექნება ესეთი აქტივობები პრაქტიკულ ჯგუფში. ნახეთ, წარმოიდგინეთ. როგორც კი შემოხვალთ გაკვეთილში, პირველ რიგში ვიწევთ ხელს, აუცილებლად. ემზადებით იმისთვის, რომ ჩამერთოთ კონკრეტულ აქტივობაზე. შეიძლება გქონდეს მოსასმენი დავალება, რომელსაც სამჯერ მოვისმენთ ხოლმე და ამის ირგვლივ მოკლე შინაარსით გადმოვწყვეტ რა გავიგეთ და რა მოვისმინეთ. შეიძლება გქონდეს როლური თამაშები, თუ შოპინგთან დაკავშირებით მოვისმინეთ რაღაცა მოსასმენი, თქვენ ერთი გამყიდველი იქნებით, ერთი მყიდველი და ამის ირგვლივ ვიტრიალებთ. ასევე წაკითხulis გააზრება გვექნება, ვისწავლით თქვენ დონის მიხედვით ახალ სიტყვებს. გვექნება freestyle, რომელიც ყველასთვის ყველაზე საყვარელია ხოლმე, small talk, ესე ვეძახით ხოლმე. კითხვებზე თემების ირგვლივ რაღაცა კონკრეტული პასუხი. ვიწყებთ ცოტა მარტივი ამბავით, ეგრევე არ გეტყვით, აბა ეხლა გააღე პირიდან დაიწყეთ, ხო? დავიწყებთ ჯერ მაგალითად სურათის აღწერით, ხო? აი, სურათის აღწერილობით დაახლოებით წარმოდგენა რო გქონდეთ, აი, გაჩვენებთ ესეთ რაღაცას. ნახეთ? გავაზიანე ეკრანი, ეს აღარ გვინდა, ეს 0-დან ვინც იწყებდა მათთვის იყო. ეხლავე აი აქ გავხსნათ და პოსტერები ვიპოვოთ. ეხლავე მეგობრებო. აქეთ არ არის. ზემოთ გვაქვს. კიდე ერთი კითხვა პარალელურად. ეხლავე დროს ჩვენ არ ვარჩევთ, ხო? როგორ? დროს საათს ვარჩევთ ჩვენ.
არა, კონკრეტულად რომელ ჯგუფშიც მოგიწევთ, ნულოვან ჯგუფში თუ მოგიწევთ ან პრაქტიკულში ან ბევრ დონეში, იმ ჯგუფებზე ცალკე მითითებული იქნება დროები და იმ დროებში უნდა მოახერხოთ დასწრება. თუ ვთქვათ ამ პირველ იმაზე რა ქვია, რეგისტრაციაზე, რომელიც 12-ში და 14-ში იწყება, ვერ მოასწარით, ან უბრალოდ დროები არ გაწყობთ, მერე უბრალოდ მაისისკენ ელოდებით და სხვა დროები შეგხვდებათ სავარაუდოდ. აჰა, კარგი. მადლობა. აი ახლა თემაზეც საუბრობთ, აი ელემენტარული, აი მსგავსი პოსტერები იქნება, რომლის აღწერილობა უნდა შეზღუდოთ, სულად ის მაქსიმალურად რაც გვესმის და რაც შეგვიძლია ვთქვათ, აი ამითი ვიწყებთ ხოლმე პოსტერებით, ესე ვთქვათ. მერე გადავდივართ, რა თქმა უნდა, უფრო რთულ საქმეებზე და უფრო რთულ საქმეებში იგულისხმება უკვე მოსასმენთან ერთად პატარა დეტექტივობა და თამაში. ხო და უნდა ესე ვთქვათ მოვისმინოთ კიდევაც უპასუხოთ კითხვებზე პასუხით და ასე შემდეგ, ხო? აი ესე ვთქვათ. აი ხო ყველაფერი რო არ განახოთ დაახლოებით წარმოდგენა ხო გააქვთ, ხო მივხვდით როგორი სტილით მუშაობთ? მივხვდით ხო? დიახ, მე მეკითხებით, ხო? ხო, ალბათ დონეების მიხედვით. ნინო, დონეს დაადგენენ, ხო? ვიღაცა დაგვირეკავს ალბათ და დაადგენს რა დონეზე ვარ, ხო? არა, რა თქმა უნდა არა. თქვენ ხო მითხარით რომ მე ვფიქრობ რომ B1 დონისა ვარო, არა? თუ B1 ჩაჯდებით. და B1-ს გავდივარ. ანუ B1-ის ბიგინერები ვიქნებით? თუ ხო. გაფრთხილია რომ B1-ის ბიგინერები იქნებით და დავით, ნახეთ თუ ფიქრობ რომ რაღაცა ძალიან მარტივია, ან პირიქით რთული, ერთი საფეხური თქვენ მოჩამხვალ, ან ერთი საფეხური ზემოთ ახვალ და აი იმ ჯგუფში ჩაგსვამენ. მიხვდი? კი. ხო მარტივია. მეგობრებო, იწყებთ 0, ანუ ოღონდ ერთი რამე გთხოვთ გაითავისოთ რა. არსად არ გეჩქარებათ, თუ მართლა ძალიან არ გეჩქარებათ ინგლისური სწავლა. არსად არ გეჩქარებათ, რაღაცა თუ ფიქრობთ, რომ გიჭირთ, ან მსგავსი, ერთი საფეხური უკან ჩამოსვლა არანაირი ტრაგედია არ არის, პირიქით უმჯობესია, არ არსებობს რაღაც პატარ-პატარა დეტალები არ გქონდეთ, ან არ გამოგეპარათ ან რაღაც მსგავსი, რომელზეც, აი ვთქვათ, წინა საფეხურით უკანა ჯგუფში უფრო დეტალურად გაივლიდით, ხო? და შესაბამისად, ანუ მოსარიწებელიც არაფერია აბსოლუტურად. პირიქით თქვენთვის უკეთესი თუ რაღაცა თავიდანვე დეტალურად, სწორად, კარგად ისწავლით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისეთ პატარ-პატარა ხრიკებს გასწავლით, რომ ძალიან ბევრი რამე გაირკვევა თქვენთვის, რაც შეიძლება მანამდე უცნობი და გაურკვეველი იყო. ერთი რაღაც მინდა. ხო. ანუ ამ მეორე დონეზე ვარ უკვე წლებია, იმიტომ რომ მასალებს ვიცლი ხოლმე და ყველა ერთი და იგივე რაღაცას პატარებს და მარტო პრაქტიკულ ჯგუფში არ გიცდიათ? სულ ერთ დონეზე ვარ რა, ანუ აღარ განვითარდი. მოდი ესე ვქნათ, თქვენ მარტო პრაქტიკულ ჯგუფში შემომიერთდით. ხო, მაგრამ ეს გამომიგზავნეთ რა ლინკი როგორ შემოგიერთეთ, აი ხაზზე არ ვიცი ვერაფერს. არა, ნახე ხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მეგობრებო, მე ვერაფერს ვერ გამოგიგზავნით, რეგისტრაციას არ გაივლით. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ აუცილებლად. ის რეგისტრაცია სად უნდა გავიარო, მითხარით? უნდა მიწეროთ save ups და უთხარით. მე ხა რაც გითხარით. სადაც მიწერეთ თავის დროზე, ალბათ. ოკეი. ხო, აუცილებლად. ანუ შედიხართ პრაქტიკული ჯგუფისთვის სარეგისტრაციოდ save ups-ზე, ნახეთ save ups-ზე წერია. მესიჯი მიწერეთ და დანარჩენს თვითონ დაგარეგისტრირებენ აუცილებლად. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, მეგობრებო, ჯგუფები ძალიან სწრაფად ივსება და თუ ვერ მოხვდით ამ ჯგუფში 12-15-ში რაც იწყება, არ ინერვიულოთ, მაისში აუცილებლად დაგარეგისტრირებენ. უბრალოდ დღესვე მიწერეთ აუცილებლად და გაარკვიეთ რა, როგორანაირად. დანარჩენს კიდე მე დავაბატებთ Facebook-ზე და მე უკვე მე ჩაგვსვამთ ჯგუფებში და თუ რაიმეს ჩავთვლით ერთად საჭიროთ, ჩვენ ჩავთვლით საჭიროთ, რომ რაღაცა გიჭირთ, აი მაგალითად, აურის პრაქტიკულზე ვინც მერთვება, მათთვის ცოტა აი პერფექტები, აი უჭირთ ხოლმე რა, ის მომავლის ფორმებიც ვერ ხვდებიან, რატო არის ესე, რატო მარტო ვილით არ შეიძლება რაღაცეების თქმა, მიხვდით? და აი ამ დროს შეიძლება მესამე თვეზე ჩავსვა, ის კი არა 0-დან პირველი მეორე თვე, არა, მესამე თვეზე ჩავსვა კონკრეტულად იმ ჯგუფთან, წინა ჯგუფთან და ის მესამე თვე გამოიაროს გრამატიკული
თეორიული ნაწილის ჩათვლით და პლუს, მაგრამ ეხლა ხელწამოსარტყამი კი არ არის ნულიდან დაწყებული თემა, იმიტომ რომ იქ იმდენ თემატიკას გავდივართ, იმდენი ვიდეო დავალება, იმდენ დროებს გავდივართ, რომელიც საერთოდ არ ეხება აორდონეს. უბრალოდ სასაუბრო ინგლისურია და გვჭირდება. რომ რა ვიცი, ხელწამოსარტყამი არ გეგონათ ეს სამთვიანი კურსი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არსად არ გეჩქარებათ, სადეთ, მერე უკავშირის მიხედვით, თუ ჩავთვლით ერთად საჭიროთ, რომ რაღაცა ძალიან მარტივია ან პირიქით რთულია, ამის მოგვარება იქვე შეიძლება ძალიან მარტივი. ვიხდით? ნინა, იცი რა მაინტერესებს, ვიდეოებიც გვექნება ამ პრაქტიკულ ჯგუფში? აუცილებლად. იმიტომ მე ჩავჯექი უკვე მაშინ რა ქვია მიმწერე და ჩავჯექი და მე მაქვს პრობლემა, იცი რა, ადრე უფრო მქონდა ხოლმე მარტივად კომუნიკაციას ვახდენდი. თან რაღაცა ის იყო ხოლმე უცხოელების კაფე იყო, აქ დავდიოდით ხოლმე და იქ ვსაუბრობდით, მაგრამ ის რომ დაიხურა, საერთოდ არა მაქვს ურთიერთობა ხოლმე და ის მარტივი სიტყვებისაც უკვე მავიწყდებ, ანუ ვერ ვიხსენებ ხოლმე. თუ არ გეჩქარება ლელა, მენდეს სიტყვაზე, ნულიდან ჩაერთე, იმდენ რამეს ისწავლი, ისე გაგინათდება. ხო, ეს გრამატიკა აღარ მინდა, იმიტომ ბევრჯერა მაქვს გავლილი და პრაქტიკულს. აღარ გინდა, მაშინ პრაქტიკულში შემოუვარ. ხო, აი კითხვა და ის არ მიჭირს, ანუ უფრო საუბარის პრობლემა მაქვს. კითხვას და წერას მაინც ვერ ვსწავლობთ ნულიდან ხო, დაწყებული. კითხვა და ის არ მიჭირს. ამ პატარა დრო. ხო. აი ეს სასაუბრო ის უფრო მიჭირს ხოლმე, რა ქვია, უკვე იმდე ხანი არ გამომიყენებია, ვატყობ, რომ ის მარტივი ისინიც უკვე მავიწყდება და მოკლედ ვიდეოებიც მინდოდა რომ უსმინო, აი სმენითი ისინიც რომ გამივითარდეს. ბელა გაკვეთილი იწერება. აი ეხლა თქვენი ეს შეხვედრაც იწერება. შესაბამისად, ყველა გაკვეთილი აიტვირთება ხოლმე, იცით სად ლელა? Facebook-ზე იქნება დახურული ჯგუფი მოსახლეობის. დამამატეს ხო იმ ჯგუფში და. და იმ ჯგუფში აიტვირთება თუ დავალება გეკნებათ დავალებებიც და გაკვეთილის ჩანაწერიც კი. ეხლა ირაკლის მინდა ვუპასხო. აუცილებლად ირაკლი, რას ქვია, თუ გვექნება პატარა საუბარი, სასაუბრო ინგლისურის ჯგუფია, რა თქმა უნდა. პატარა ნაწილია გრამატიკული ნაწილის და სავარჯიშოების და დანარჩენი არის როგორც წესი სპიკინგის. ნულიდან დაწყებისთვის, კი. სამ თვეში ირაკლი, სამ თვეში იმ ჩემ პატარ-პატარა დავალებებზე თუ წამოვყვებით, სამ თვეში თქვენ აორდენზე უნდა შეძლოთ საუბარი. ოღონდ უნდა წამოვყვეთ. ოდიშით, ან ნულოვანში რას ვწავლობთ თავიდან, ანუ რა როგორ ვიწყებთ? ნულოვანს ვიწყებთ, ნახეთ, როგორ აუცილებლად წინადადების აგებულებით. ოღონდ ისე კი არა რაღაცა მოგიყვეთ, არა, სავარჯიშოებით აუცილებლად. იქვე ვივარჯიშებთ რატომისთვის და როგორ. ძალიან მაგარია, როცა არსებობს გრამატიკა და რაღაცებს ახსნა განმარტება გააჩნია. ეს რატომ და რისთვის ხდება, რომ იცი, გეხმარება იმაში, რომ რაღაცას რო არასწორად იტყვი, შენ თვითონვე გაასწორო. მიხვდით? შესაბამისად, გრამატიკა არ არის ცუდი რამე, არ გეგონოთ, რომ ცუდი რამეა. არა, გრამატიკასთან ერთად, აი ირაკლისთაც ვუპასუხოთ ბარემ ამასთან დაკავშირებით. გრამატიკასთან ერთად იქვე ვივარჯიშებთ იმ ჩვენი საყვარელი პრეზენტაციებით, ხო? მერე გვექნება ხოლმე სიტუაციური დიალოგები, ვიდეო დავალებიდან, კითხვა-პასუხიდან და ბოლოს განვიხილავთ ხოლმე ფრაზეოლოგიურ ზნებს და იდიომებს, როგორ შემიძლია ფუნქციურად გამოვიყენო, მაგალითად, წერა რაც თქვით, a piece of cake, ხო? მაგალითისთვის სემიჩკის ჭამასავით არისო, რო ახსენეთ. ანუ საუბარიც მოგვიწევს, ხო? მოგიწევთ აუცილებლად მოგიწევთ საუბარი. აუცილებლად. ისე მესმის, მაგრამ საუბრით ვერ საუბრობ. კი. ოღონდ დასაწყისისთვის იცით, რომ ვიწყებთ წინადადების აგებულებით სწავლას. წინადადების აგებულებასთან ერთად მოვაყოლებთ პირის ნაცვალ სახელებს, რაც უჭირთ ხოლმე როგორც წესი. მაგალითისთვის, ობიექტური პირის ნაცვალ სახელებით, ხო, წეღან ვახსენე სპეციალურად, ხო? ხშირად ეშლებათ და რთულია გასაგებად ქართულში ეს ამბავი, იმიტომ რომ ქართულში ობიექტური პირის ნაცვალ სახელები დიდად ესე არ გამოიყოფა და არ განსხვავდება. მიხვდით, რისი თქმა მინდა. ზოგადად რა არის ეს ობიექტური პირის ნაცვალ სახელი? ამას გიხსნით ხოლმე, მერე იქვე ვარჯიშობთ. იქვე. აუცილებლად. და ბოლოსკენ უკვე გადავდივართ იმ ვიდეო დავალებებზე, სადაც უკვე დიალოგებია ხოლმე.
ძალიან კარგი. რას კი, მოიცავსო? ამას- მოდი ამასაც გიპასუხოთ. ეხლავე. რას მოიცავსო? გავდივართ, რა თქმა უნდა, დროებს, აუცილებლად. გავდივართ წინდებულებს, გავდივართ ფრაზეოლოგიურ ზნებს, იდიომებს ვთქვით, ხო? გრამატიკის ირგვლივ, რაც შეეხება აბსოლუტურად ყველაფერს, აორდონის ჩათვლით და უფრო მეტიც თქო, გავდივართ სწრაფი ინგლისურს, ხალხო. 3 თვის განმავლობაში მესამე დღეს გავდივართ სწრაფ ინგლისურს. იცით რას ნიშნავს სწრაფი ინგლისური? აი ეს რაღაცა შეკვეცები, რაც ხდება ხოლმე საუბრის დროს. რატო უნდა ვთქვა I wanna be a doctor for example. რატო უნდა ვთქვა I gotta go, რას ნიშნავს I gotta go? რატო უნდა ვთქვა მაგალითად I'm gonna eat a pizza, ხო? რატო უნდა ვთქვა ესეთი რაღაცა? იმიტომ რომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. არსებობს ცალკე დროები და არსებობს ცალკე დროის ფორმები, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე. ამიტომ A2 დონის ირგვლივ და ცოტა მეტიც კი სასაუბრო ინგლისურს, რაც სჭირდება 0-დან დაწყებული 3 თვის განმავლობაში განვიხილავთ, მათ შორის სწრაფ ინგლისურსაც კი. ეხლავე ეკა 3 თვეში ჩავხურათ კი? იცით რა მაინტერესებს პრაქტიკულ ჯგუფში მეცადინეობა რამდენ ხანს გრძელდება? პრაქტიკულ ჯგუფში როგორ არის ხოლმე ნახეთ, ჯერ ვიწყებთ 1 თვე, ვთქვათ ჩავხურეთ ერთი კონკრეტული მასალა ამ 1 თვის განმავლობაში, მერე ვთქვათ გადავდივართ ისევ იმ დონეზე ოღონდ ნახეთ, სხვადასხვა თემები შემოდის, ძალიან მნიშვნელოვანია, ეკა ის კი არა რომ მხოლოდ ვთქვათ ავადმყოფობაზე შეგეძლოს საუბარი, A2 დონის ირგვლივ, ან შოპინგზე შეგეძლოს საუბარი, სხვადასხვა თემების ირგვლივ გადავდივართ ხოლმე ხვდები, ისევ ის დონეა, ოღონდ სხვადასხვა თემებს განვიხილავთ. რომ ამ კონკრეტულ თემებზე შეგეძლოთ თქვენ თავისუფლად საუბარი. დიახ, გასაგებია. ხო, თუ არც ერთი სიტყვა არ იცი, არ არის პრობლემა, უბრალოდ ჩემი პატარ-პატარა დავალებები უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ისწავლოს ამ თვეში ეს დონე, რასაც ვსაუბრობ, ხო? აუცილებლად, მეგობრებო, მაქსიმალურად გიხალისებთ სასწავლო პროცესს, რა ვიცი, წიგნები თქვენ არ დაგჭირდებათ, იქ ელექტრონული ბატონო? შეგეკითხებით შეიძლება? კი. ანუ A2-ზე დავრეგისტრირდი, მე როცა მივწერე თავიდანვე ეს დონე მივუთითე და პრაქტიკული 0-დან. ხო და ეხლა დავფიქრდი 0-დან, ანუ იქ ხო არ იყო ეს მითითებული A2, B1 და ნუ საშუალო დონე და ეს მოვნიშნე და ეხლა დამაფიქრეთ 0-დან მიდადაწყება და არ არის ცუდი, აი თუ არ გეჩქარება. ხო, ანუ მირჩევნია ის დეტალები, ანუ გრამატიკა და ისინი კარგად გავიხსენოთ, რომ არ ვარ მეც იგივე სიტუაციაში ვარ ახლა. აი მართლა გეუბნები და თუ რამე გერეთი ჩემ გაკვეთილზე ვერ მოიწყენთ, აი პირობას გდებ ნამდვილად. მაგრამ თუ მაინც რაღაცა მოგბეზრდათ და იცით, მაშინ გადაგსვამთ სხვა ჯგუფში. ხო ხებს აი ესე უნდა მეთქვა და ეხლა როგორ უნდა მოვიქცე, ანუ ისევ მივწერო, რომ გადამარეგისტრირო სხვა ტიპიკი 0-დან მივწერო, ესე უთხარი. გასაგებია, კარგი. 0-დან მივწერ და თუ რამეა შემდეგ გადამსვით მეც. იმდენი ვიდეო დავალებებია, იმდენი A2 დონის კი არა და მე მგონი ბერჩიც გადადის ის გვიწევს უბრალოდ სასაუბრო ინგლისურია, იმიტომ რომ იქ სწრაფ ინგლისურზე უნდა გესაუბროთ, კი ვიცით რაღაცა ფორმალური ინგლისური სხვა რაღაცაა მეგობრებო, სასაუბრო კიდე სხვა რაღაცაა. როცა აი ქართულშიც ვაკეთებთ ამ გადაბმებს, სწრაფ გადაბმებს სიტყვების და ასე შემდეგ და იგივე ხდება ყველა ენაში, მათ შორის ინგლისურშიც. შესაბამისად, სულ რომ კარგად იცოდეთ ინგლისური, არსებობს რაღაცა კონკრეტული წესები, რაც იმ სიტყვებს მეორეზე გადაბავს ხოლმე, აკავშირებს და აი წესი აქვს ამას და წესი რო აქვს, უნდა გიხაროდეთ ძალიან. რატო უნდა გიხაროდეთ, იცი? მერე უკვე გესმის რატო არის გაშლილი ფორმა, ეს დაპატარავებული. რატომ შეიძლება გაიგო I gotta go და არა I have got to go. მიხვდით თუ არა რას ვიძახი? კითხვა შემიძლია დავსვა? კი. ანუ ყველა დონეზე თქვენ ხართ მასწავლებელი? აი ახლა რაც მიმდინარეობს ეს კურსი კი. ძალიან კარგი. ძალიან აქტიური. ეხლა რაც უღრმესი მადლობა ვიდებით, რომ ის არა ქვია ინდივიდუალური გაკვეთილები არ გააქვთ პირადად? არა, ინდივიდუალური გაკვეთილებისთვის ფიზიკურად აღარა მაქვს საათები. თავისუფალი საათი ხო უნდა მქონდეს, იმდენმა მომწონოთ თხოვნით, არ მიყვარს ხოლმე ვარს რომ ვამბობ, მაგრამ ფიზიკურად საათი არ არის თავისუფალი.
მადლობა. მე ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ. ანუ ჩვენ ეხლა ერთიანად ვიხდით, ვთქვათ, 3 თვისას და პირობითად ეგრევე 3 თვიან კურსს გავდივართ თუ ჯერ შევიდეთ ვინჯოთ ერთი არა, თვე? ყოველთვიურად ვიხდით, ყოველთვიურადაც არა. ყოველ ეს რა მინდა გაკვეთილში მინდა შეიძლება რაღაცა სასწაული მოხდეს და დაგვემთხვეს დღესასწაულების, ეხლა მაგალითად ხომ არის აღდგომის დღე. ხო, არა, გაკვეთილის მიხედვით რა გაკვეთილი რო ჩატარდება, აი მერე იწყებთ მეორე თვის გადახდას. კი ბატონო, გასაგებია ძალიან კარგი. მადლობა. რისი მადლობა. ეხლა რაც შეეხება 0-დან 1 სიტყვას თუ არ ვიციო, შორე გიპასუხე ხო ამაზე? არ გეშინიათ არაფრის დედამიწის ზურგზე. რას უზამთ იცი ინგლისურს? აი, რას უზამთ? ოღონდ მომყვებით, მართლა მომყვებით რა. იცით რამდენი მოსწავლე მყავს? ძალიან ბევრი, მაგრამ ყველასთან მოახერხებ უკავშირს Facebook-ზე დამამატეთ, თუ იმიტომ გითხარით, რომ დავალებების გაკეთებას რო დაიწყებთ და რაღაცას ვერ გაიგებთ, როგორ აკეთებენ ხოლმე იცით ჩემი მოსწავლეები? დასკრინავთ ესე, ჩამიგდებთ მესენჯერში ჩემთან ოღონდ პირადად და აი ეს ვერ გავიგე მკითხავ. მირჩევნია მკითხო, ზუსტად ერთ წამში ჩაგიწევ voice ისე დაგიღეჭა, აგიხსნი რომ აი იქვე მიხვდები რომელია სწორი პასუხი. აი ესე მირჩევნია ვიმუშაოთ, ფაქტიურად ინდივიდუალურადაც გამოდის რა, გაკვეთილის მე რამეს თუ ვერ გაიგებთ ხო ნებისმიერ დროს მომწერთ. არანაირი პრობლემა არ არის მაგასთან დაკავშირებით. უბრალოდ იმ წამსვე თუ არ გიპასუხეთ, ესე კი გამოდის რომ გაკვეთილზე ვარ. როგორც კი მორჩებით და ნახავ ხოლმე, მე გიპასუხებთ ხოლმე რა. კარგით, გვაქვს კიდევ კითხვები? თუ კითხვები გაქვთ, მეგობრებო? მე მაქვს ერთი კითხვა, მე მგონი დაგისვეს ეს კითხვა. ანუ სადაც ჩვენ ანუ როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ, სადაც მივწერეთ, ხო? ანუ როგორ და შემოსვლა. მიწერეთ. კიდევ ერთხელ გაჩვენეთ, მეგობრებო, ნახეთ. არა, ვიცი რომ გაჩვენეთ, მაგრამ უბრალოდ მესენჯერი იგივე იქნება, ხო? სადაც მივწერეთ ავიდან. კი, აქ რო შეხვალთ ამ გვერდს, Facebook-ს რო გახსნით, ჩაწერეთ სერჩი save-up. აი ესე ჩავწერეთ, შევდივართ save-up-ზე. მერე აგერ ბატონო, მესენჯერს დააჭირეთ, მიწერეთ. არა, მივწერეთ და პასუხი არ მოუწიათ. მესენჯერში შედით, აი ესე. ნახეთ, პირდაპირ და არ პასუხობენ. და მაგიტო ვიკითხე მეორე. მთელი ადმინისტრაცია ჩართულია სარეგისტრაციო საადმინისტრაციო საქმეებში. ეხლა მაგალითად რამოდენიმე მიტინგი მიმდინარეობს ერთად და აი როგორც მეკითხარი ის წერან შესაძლოა მეთქი რომ გაკვეთილზე ვიყო და იმ წამსვე ვერ გიპასუხოთ თქო ცოტა ხანი დაილო დაარსებობს რო არ გიპასუხონ აი გამორიცხული ამბავია. კარგით, მადლობა. რისი მადლობა. მეგობრებო, აღარ გვაქვს კითხვები? მე მგონი დავასრულეთ კითხვები. ხო, დანარჩენი დამამატეთ Facebook-ზე და თუ რაიმე კითხვა გექნებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ უბრალოდ ადმინისტრაციულ საკითხებზე და მივწეროთ save-up-ს. კი, მივწერეთ უკვე, კარგით, მადლობა, შეგვიძლია დავგემშვიდობოთ? მადლობა. გემშვიდობებით. ნახვამდის, მადლობა და შევხვდებით 12-ში. პირველ გაკვეთილზე, როგორც ყოველთვის ძალიან ველოდები ხოლმე. ნახვამდის. მეც ნახვამდის. ელენე უღრმესი მადლობა, ძალიან საყვარელი. მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის მეგობრებო. დროებით. ნახვამდის. ბოდეთ. ნახვამდის. ნახვამდის.